მეგრული ენის დაცვის ეგიდით შექმნილ რუსულ ჯგუფებს დეოკუპატორი გიყურებთ, ისევ გიყურებთ კიდე ერთხელ და ამ გადაცემაში საუბარია მეგრულ ლიტერატურაზე. მეგრული ენის დღე იყო 29 თუ 30 მაისი და 29. ამ დღეს მიუძღვნეს ფორმულაზე გადაცემა. მოვისმინოთ დასაწყისი ამ გადაცემის. და როგორია პერსპექტივა იმის, რომ მეგრულ ენაზე ახალი და მნიშვნელოვანი ტექსტები შეიქმნას. ზედმეტ მოგესალმებით, რომ ხართ ჩვენთან ერთად. რა პერსპექტივაა, როგორც თავდებოდა ტექსტი? მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, გომორცგუა, ჩვენს სტუმრს. ახალი და მნიშვნელოვანი ტექსტები შეიქმნასო. ძველი მნიშვნელოვანი არ არსებობს. ძველი არ არსებობს. ეს არის აქ კვანძი და რატომ და რისთვის იქმნება, ხელოვნურად იქმნება, ბუსტერულად და ასე თქვეფით ქმნის რუსეთი. თან კივი ქარჩავასთან და პაატა შამუგიასთან ერთად ვისაუბრებთ მეგრული ენისა და მეგრულ ენაზე შექმნილი ლიტერატურის მნიშვნელობაზე. ერთია, როცა ენა არსებობს და თითოეულ ჩვენგანს გააზრებული გვაქვს ენის დაცვის, ენაზე საუბრის აუცილებლობა და მნიშვნელობა, მაგრამ მეორეა, რამდენად იქმნება ლიტერატურული ნაწარმოები, ტექსტი, ანუ რამდენად ცოცხალია მეგრული ენა, სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დღეს. ასევე წალენჯიხიდან ჩაგვერთვება თამარ ბელქანია, რომელიც ახალ გამოცემაზე იტყვის 2-20 სიტყვას. გივი, დავიწყოთ მეგრული ლიტერატურის, მეგრული ორიგინალური ლიტერატურიდან, რა დროიდან იწყება მეგრული ორიგინალური ლიტერატურის შექმნა. ცხადია, მე აქ არ გულისხმობ ფოლკლორულ ნიმუშებს, ხალხურ პოეზიას, გულისხმობ ავტორების მიერ სხვადასხვა დროს შექმნილ ნაწარმოებებს და რამდენადაა ეს თანხვედრაში, რა ტიპის თანხვედრაშია ეროვნულ ლიტერატურასთან. გამარჯობათ, მოგესალმებით. მადლობა ამ მნიშვნელოვან თემას რომ შეეხეთ. მეგრული კლასიკური ლიტერატურა, რასაც ქვია, იწყება მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, მე-19-ის ბოლოდან. ჩნდებიან ავტორები, ერთ-ერთი ავტორი წარდგენა თქვენ გექნება დღეს. მადლობა ამისათვის, ვინც ითავა ეს საქმე და გამოსცა. შემდეგ მთელი საბჭოთა პერიოდის პირობებში განმავლობაში ხდება ნელ-ნელა ავტორების ასე ვთქვათ გამოჩენა და ლიტერატურის ზაგროვება და 90-იანი წლების შემდეგ ძალიან ბევრი ახალი ავტორი გამოჩნდა და მე ლიტერატორი არა ვარ, მე ვერ შევაფასებ ცხადია, მაგრამ მკითხველის თვალით შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მაღალი დონის ლიტერატურა იქმნება დღესაც მეგრულ ენაზე. თავარი ითქვა. გაგრძელებას მე თავად უყურეთ, თუ მოგინდებათ მე ლინკს დავდებ ვიდეოს ქვეშ და ყურადღება მიაქციეთ თამარ ბელქანიას. ზოგადად როგორ მოგწონთ მისი საუბრის მანერა და რატომ არის მისი საუბარი ასეთი რევოლუციური და ასეთი მებრძოლი, რისთვის იბრძვის. მთავარი ითქვა აქ და ეს მთავარი არის ის, რომ გაჩნდა მეგრული ლიტერატურა, რომელმაც თავი ჯერ უნდა დაიმკვიდროს საერთოდ და ლიტერატურა არის თუ არა, ეს კიდე უნდა გამოჩნდეს დროთა განმავლობაში. მაგრამ გაჩნდა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ეს ზუსტად ის დროა, ახლა აი ამ ავტორებს და ამ ადამიანებს ისტორია რო კარგად იცოდნენ და ოკუპირებული აფხაზეთის მოვლენები რომ კარგად იცოდნენ, დაეჭუდებოდნენ, რომ რატომ გაჩნდა მეგრული ლიტერატურა იმ დროს, როდესაც რუსეთმა დაიწყო აფხაზი ერის ჩამოყალიბება. აფხაზი ერი ასევე ბრჭყალებში, იმიტომ რომ ერი საქართველოში არის მხოლოდ ერთი,
ქართული, ქართველი და ნებისმიერი აფხაზი, აფსუა, აფხაზი და აფსუა არასწორი სიტყვებია, იმიტომ რომ ანუ აფსუა ტომია და აფხაზი რეგიონალურობა. ანუ აფხაზეთში რატომებიც ცხოვრობენ ყველა აფხაზია, იმიტომ რომ აფხაზეთში დაიბადა. აფხაზი კუთხურობის მნიშვნელობის სიტყვა. და აფსუა არის ერთ-ერთი ტომი, რომელიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ხო და არც აფხაზი, არც აფსუა მით უმეტეს და რა თქმა უნდა, არც მეგრელი, არც სვანი, არც ყველა დანარჩენი ერი არ არის. ერია ერთი ქართველი. ამ დანარჩენებისგან ერს ცდილობს რომ გამოჩეკოს რუსული დივერსიული პოლიტიკა. და ზუსტად აი ამ დროს მე-19 საუკუნის ბოლოს, როდესაც მოხაჯირობით ძალიან დიდი ნაწილი საქართველოსი გაყარა და გადაყარა თურქეთში, მოხაჯირობით არა მარტო ჩერქეზული ტომები, არა მარტო აფსუები, არა მარტო უბიხები გაყარა რუსეთმა, გაყარა ასევე მესხები. მესხებიც საქართველოდან იმ დროს იყვნენ გადასახლებულები. ანუ რუსეთმა თავისი კუით და თავისი ტვინით ყველაზე ურჩი ტომები გაყარა საქართველოდან, რომ ასეთი საქართველოს დამორჩილება მერე პოლიტიკით და რბილი ძალებით უფრო ადვილად გამოსვლოდა. და ამავე რომ მორჩა ამ ხალხის გაყრას რუსეთი, 60-იანებიდან დაიწყო და მე-19 საუკუნის 60-იანებიდან დაიწყო და 80-იანებში დასრულდა. ამ დროს დაიწყო რბილი ძალით გარუსება. და რბილი ძალით გარუსება მდგომარეობდა იმაში, რომ სვანებისგან, აფხაზებისგან, მეგრელებისგან რუსეთს უნდა გამოეჩეკა ახალი ერი. და ცალკე ერი, საქართველოსგან განცალკევებული ერი. და ერი ახლა როგორ უნდა გამოჩეკო? ერს ვერ გამოჩეკავ თუ ერს არ აქვს ენა, თუ ერს არ აქვს დამწერლობა, თუ ერს არ აქვს ლიტერატურა. ეს ყველაფერი უნდა გაუჩინო. ამ დროს გაუჩინეს აფსუებს, ეგრეთ წოდებულ აფხაზებს, ანბანი შეუქმნეს, რომ დამწერლობა ქონოდათ. იმ პერიოდში არსებობდა მეგრულისთვის რუსული ანბანიც. ძველ ბიბლიოთეკებში დევს მეგრულად დაწერილი წიგნები რუსულ ანბანზე. მაგრამ მერე რუსულ ანბანმა ეტყობა არ იმუშავა და გადართესნება მეგრელებს თავისი ლიტერატურა უკვე ქართულ ანბანზე ეკეთებინათ. აი ეს პერიოდი კიდევ ერთხელ მე-19 საუკუნის ბოლო და მე-20 საუკუნის დასაწყისი და მერე მთელი საბჭოთა კავშირის დროინდელი და მერე კიდე ოკუპაციის მერე დროინდელი პერიოდია, ზუსტად ის პერიოდი, როდესაც რუსეთი აკეთებს იმას, რომ ქართული ეროვნულობა დაშალოს იმით, რომ ახალ-ახალი ერები ქართველი ხალხებისგან გამოჩეკოს. და ამის შედეგია ის, რომ გაჩნდა მეგრული ლიტერატურა. ანუ მეგრული ლიტერატურის ბუნებრივად არ გაჩენილა მეგრული ლიტერატურა. ბუნებრივად არსებობდა მხოლოდ ფოლკლორი და ხალხური თქმულებები. ლიტერატურა რუსეთმა გაგვიჩინა ხელოვნურად. ისევე როგორც ხელოვნურად შეუქმნა აფსუებს ანბანი და ნუ მოკლედ რო არ გავიმეორო ერთი და იგივე, გასაგებია, რასაც ვლაპარაკობ. მთელი საბჭოთა კავშირის არსებობის დროს ერთნაირად ცდილობდნენ აი ეს ერის ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარე, ანუ ერთნაირად ცდილობდნენ, რომ გაემართათ რუსეთს აფხაზებში
აფხაზებში ყოველთვის ბრწყალებში ვამბობ, აფსუებს გულისხმობ. სვანებში და მეგრელებში. სვანებში ნაკლებად გამოვიდა, იმიტომ რომ არ ვიცი, ალბათ ყველაზე მეტად პატრიოტები აღმოჩნდნენ, ოღონდ ეროვნული პატრიოტები და არა კუთხური. აი მეგრულ ლიტერატურას რო ქმნი და შენი თავი პატრიოტი გონია, ეს ძალიან შორს არის ეროვნულობისგან. ეს არის კუთხური. ამათ ენაზე ვიტყვი, მესწიჭკოვი პატრიოტიზმი. და როდესაც დასვა ზვიად კვარაცხელიამ კითხვა, რამდენად თანხვედრაში არისო მეგრული ლიტერატურა ეროვნულ ლიტერატურასთან, თანხვედრაში არ არის, პირიქით, დაპირისპირებაშია. და აი ეს ბატონი წაიშალა მისი ჩიქუბავა იყო, მე მგონი მისი გვარი. ცდილობს, რომ ეროვნულ ლიტერატურასთან რამდენად მოუახლოვოს მეგრული ლიტერატურა და ამბობს იმას, რომ კი არ არის ჯერ ასე ეროვნულად და მთლიანობაში აღიარებული, მაგრამ ვიღაცა მკითხველები ამბობენ, რომ საკმაოდ მაღალი დონის ლიტერატურა არისო. აი ეს არის მთავარი არის ის, რომ მეგრული ლიტერატურა აღმოცენდა მაშინ, როდესაც რუსეთმა დაიწყო საქართველოს ერებად და რეგიონებად დაშლის პროცესი. შესაბამისად, რამდენად საჭიროა ეს ეროვნული საქმისთვის, ახლა ყველამ თქვენთვის იფიქრეთ ცალ-ცალკე და თქვენ თვითონ მოიფიქრეთ. მე პირადად, მე ვარ მეგრელი და მე პირადად არ მჭირდება არც ერთი ისეთი პროცესი, რომელიც მოდის რუსეთიდან. აი, რუსეთიდან რო წამოვიდეს, პირადად ელისო ჯანაშიაზე დიდების ეპოქა და მეფედ დავსვათ ელისო ჯანაში, ანუ ყველანაირად რაც არ უნდა კარგი და ვითომ კარგი, რა თქმა უნდა, ვითომ კარგი, არაფერი კარგი ელისოს დიდებაში არ იქნება. შემომთავაზროს რუსეთმა არ მჭირდება, იმიტომ რომ რუსეთი ყოველთვის მთავაზობს იმას, რასაც მერე სათავისოდ გამოიყენებს და რაც ჩემთვის, ეროვნულობისთვის, ქართველობისთვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის მტრულია. და რაც არ უნდა შეფუთოს რუსეთმა ეს, რომ ბლაგაროდნაია цель, არ არის არასდროს არაფერი ნამდვილად ღირებული იმაში, რასაც რუსეთი გთავაზობს, რომ გააკეთო, რასაც რუსეთი გიფინანსებს, რასაც რუსეთი გიბუსტავს თანამედროვე ტერმინებით და რასაც რუსეთი ესე გითქვებს, რომ აფუვდეს. შესაბამისად, მე ეს საჭიროდ არ მიმაჩნია ასეთი დაბუსტვა, ანტიეროვნული დაბუსტვა. ეს ერთი თემა. ახლა მეორე თემა. იმ ადამიანების Facebook პოსტებში და იმ Facebook პოსტების კომენტარებში მერე, აი ირაკლის ბუკიას რო ვახსენებ და მთელ მის გარშემო, რაც არიან მეგრელმადიდებლები და მეგრულმადიდებლები, დადის რამოდენიმე აი ყველაზე ძლიერი ნარატივი. 4 ნარატივი გამოვყოთ ახლა. პირველი ნარატივი ის, რომ ვითომ ენას იცავენ და ვითომ ისეთივე მდგომარეობაში აყენებენ მეგრულ ენას, ქართველები, როგორშიც ჩააყენეს აფხაზური ენა და ვითომ ამან გამოიწვია მერე ის, რომ აფხაზეთი დღეს ოკუპირებულია. ვითომ ამან გამოიწვია აფხაზეთის დაკარგვა. აფხაზეთი დაკარგული არ არის. არავის არ უღიარებია, რომ აფხაზეთი არ არის საქართველოს ნაწილი, მთელი მსოფლიო იძახის, რომ საქართველოს ნაწილია, დროებით აქვს უბრალოდ ოკუპირებული რუსეთს. და აი ამას იძახის ბუკია, რომ იგივეს უკეთებენ მეგრულ ენას. რაც ტყუილია, ეს რო ტყუილია გავიარეთ წინა ვიდეოში, წინა გადაცემაში.
ახლა დღეს გავარჩიოთ დანარჩენი ნარატივები და დავინახოთ მათი ფუძე და დავინახოთ ის, რომ ეს ფუძე არის დუგინის ფილოსოფიის მიერ შექმნილი. ნარატივი პირველი, რომ ქართლი და საქართველო არის ერთი და იგივე. რომ ქართველი არის ქართლელი. და ქართველი ვერ იქნება მეგრელი, ვერ იქნება სვანი, ვერ იქნება აფხაზი, იმიტომ რომ ქართველი მხოლოდ ქართლელია. აი ეს ნარატივი არსებობს. ნახეთ, როგორ გააკეთა ტექნოლოგიურად. რუსეთი იყო ყოველთვის ისე ებრძვის ყველაფერს ნამდვილს, რომ ამახინჯებს და ტყუილს აბრალებს. ყველაზე ეროვნულად მოტივირებულ ადამიანებს უსამშობლოებს დაუძახებს. ყველაზე დემოკრატიულ მმართველს მიხეილ სააკაშვილს დაუძახებს ტირანს. იმ საქართველოს, რომელსაც მთელი მსოფლიო დემოკრატიის შუქურას ეძახდა, დაარქმევს რეჟიმს, სისხლიან რეჟიმს. იმ პრეზიდენტს, რომელმაც ერი შეკრა და იმ პრეზიდენტს, რომელსაც ერის შეკრა გამოუვიდა საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში, ზვიად გამსახურდიას, რუსეთი დაარქმევს ფაშისტს. და რუსეთი მასზე იტყვის ასეთ ტყუილს, რომ თითქოს ზვიად გამსახურდია იძახდა, რომ ქართველებისთვის არის მხოლოდ საქართველო და თითქოს ამ ქართველებში ლამის მარტო თბილისს გულისხმობდა. და იგივე აი ამ ქართველებს, რომელსაც ბუკია იძახის, რომ მხოლოდ ქართლელები არიანო ქართველებიო. აი იმ გამომწერმა ჩემმა, რომელიც კომენტარებს მიწერს ბუკიაზე, მომწერა გუშინ, რომ ბუკიასთან ჰქონდა ძალიან სერიოზული დაპირისპირება პირად მიმოწერაში. მე ვთხოვე მას, რომ ეს პირადი მიმოწერა დაესქრინა და ჩემთვის სადმე გამოეგზავნა ან ტელეგრამზე, ან WhatsApp-ზე, ტელეფონი დავუწერე, მაგრამ პასუხი არ გაუცია, არ გამოუგზავნია. დარწმუნებული ვარ, რომ იმ პასუხში დავინახავ ზუსტად ამ ნარატივებს, რომ ბუკია იმას წერს, რომ ქართველები ქართლელები არიან მხოლოდ, რომ ილიამ მოსპო მეგრელობა, ილიამ დაექვთიმემდა, რომ საქართველო მეგრელებს ისევე ექცევა, როგორც რუსეთი უკრაინელებს. აი ამ სამ ნარატივს დავინახავ მან იმ საუბარში, დარწმუნებული ვარ, თუ გამომიგზავნის გიორგი კვარაცხელია სკრინებს თავისი საუბრისას. ახლა გადავიდეთ დავინახოთ, საიდან მოდის ეს ყველაფერი. აი არის ასეთი რუსული სექტა, სტარავერების სექტა და ამ რუს სტარავერების სექტას აქვს რუსკაია ვერა, ასეთი საიტი, ამ საიტის ლინკსაც დავდებ აქ, სადაც ძალიან ახალია, ნახეთ, 2020. დევს ასეთი სტატია ჩვენს ანტიპა Сулухиაზე და იმაზე, რომ Колхидская кафедра в любом случае должна подниматься на то воля Божья. ეს კოლხეთის და იბერიის დაპირისპირება, რომ მიდის რაღაცა ვირტუალური, აი ამ საინფორმაციო სივრცეში, ამასაც ვხედავ და ამაზე კიდე ცალკე იქნება გადაცემა. მაგრამ ეს დაპირისპირება, რომ რუსეთიდან მოდის, აგერ ძალიან კარგადაც ჩანს. რუსეთს თურმე ძალიან უნდა, რომ კოლხეთი აღდგეს. ისე ძალიან უნდა, ანუ მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ისტორიას, ჩვენს რეალურ ისტორიას სპობდა, მალავდა და თურმე ახლა ძალიან უნდა, რომ ეს დამალული ისევ აღმოცენდეს. ისე უნდა სპაჭნი მაგუ. სასაცილო ფილმში როა. Вопросы истории древней Колхидской кафедры
судьба древнеправославия на территории современной Грузии, актуальные вопросы бытия. Да, модис мере ам схолухиасთან Антипасთან лабарაკი. Какие сведения позволяют восстановить подлинную историческую картину истории христианской церкви в Грузии, в частности, Колхидской кафедры? Ану, Грузии, да, в частности, Колхидской, უკვე გაყო. Грузия რაღაცა სხვა არის, ამ გამოსირებული რუსიის თავში და კოლხი და რაღაცა სხვა არის. В конце 80-х появилась რაღაცაო, ამას ახლა რა თქმა უნდა მთლიან სტატიას არ წავიკითხავთ, თქვენ თვითონ შეგიძლიათ წაიკითხოთ, დაგიდებთ. Да რაღაცა архивები. И в этих архивах мы обнаружили такие документы, которые просто перевернули наше сознание. Აი ამ რუსულ არქივებში და რაღაცა არქივებში რო უცებ აღმოჩნდება რაღაცა სასწაული ინფორმაცია, ძალიან კარგად გახსოვთ ახლახანს ისიც 2020 იყო. აი ეს სტატია რო დაიწერა, მაშინ პარალელურად ზუსტად ხდებოდა გარეჯი საქართველოა კამპანია, სადაც ქოცებმა ლამის ომი დაიწყეს აზერბაიჯანთან, ანუ ხელოვნურად ამოატივტივეს რაღაცა ეს ეს თემა, რომ დაპირისპირება მომხდარიყო და უცებ ვიღაცა ჩამოვიდა სასწრაფო რეისით რუსეთიდან და ჩამოიტანა არქივებში ნაპოვნი ძველი რუკა. აი ზუსტად ისეთივე მონაცემებია აი ამ არქივებში რაღაცაში ნაპოვნი რუსეთში, რომელიც თურმე ამბობს, რომ ილია ჭავჭავაძემ მოსპო მეგრელობა. ეს ნახეთ, რაღაცა ნაწილებს ამას რო წაიკითხავთ და რო რეალობას შეესაბამება, გაგიჩნდებათ მე ესეთი გრძნობა, რომ ნუ აი ეს თუ სიმართლეა, ეს რატო არ არის სიმართლე. ესეც ერთ-ერთი პროპაგანდის ინსტრუმენტია ასე, რომ რაღაცა სიმართლეები ილაპარაკო და იმ სიმართლეებში მე ტყუილები ჩააქსოვო, რომ იმ სიმართლესთან ერთად ეს ტყუილიც ადამიანმა დაიჯეროს. ნახეთ? Грузинская, то есть грузинская. И тут возник вопрос относительно исторического персонажа, первоиерарха Картлийского, то есть грузинской архиерейской кафедры. Აი ეს ნარატივი, რომ ქართლი საქართველო მხოლოდ ქართლია, ქართლი უნდა იყოს მხოლოდ საქართველო. იმაზე რომ გადავედი, რომ რუსეთი ისე მუშაობს, რომ თეთრს შავს არქმევს და შავს თეთრს და მაგალითები რომ მოვიყვანე გამსახურდიას, სააკაშვილის და ასე შემდეგ. აი ესეც ისეთია, ნახეთ როგორ მოიქცნენ. აფსუების შემთხვევაში აიღეს ერთი ტომი აფსუა და ამ ტომ აფსუას უთხრეს, რომ თქვენო აფხაზები ხართო. ანუ მთელი რეგიონი გააიგივეს ამ ერთ ტომთან. თქვენო აფხაზები ხართო და რადგან თქვენო აფხაზები ხართო, მთელი აფხაზეთი თქვენი არისო. რადგან თქვენ აფხაზები ხართო, თქვენ ცალკე ერი ხართო, რადგან თქვენ ცალკე ერი ხართო, ცალკე ქვეყანა უნდა გეკუთვნოდეთო. აი ეს არის მთელი დასაბამიდან ბოლომდე პოლიტიკა. და ქართველობაზე პირიქით არის. ანუ როგორ დაიყვანა მთლიანი ქვეყანა საქართველო ერთ რეგიონამდე. ანუ საქართველო სიტყვა ქართლისგან არისო და საქართველო მხოლოდ ის ტერიტორია უნდა იყოსო, რომელიც არისო ქართლი. ანუ პირიქით ითამაშა. აქედან პატარა გაადიდა და აქედან დიდი დააპატარავა.
და აი ამ ბონძღობას გვტენის დღეს ირაკლი ბუკია, მისი პოლიტიკა, მის გარშემო არსებული ყველა ეს სხვადასხვა მეგრულის დაცვის რაღაცა რუსული ჯგუფები, რამდენიც არსებობს, ბევრია საკმაოდ. და ეს არის იმისკენ მიმართული, რომ საქართველოს დაიშალოს. აქედან ვიღაც ტომები აღზევდნენ და ამის ხარჯზე აქედან მთლიანი ერი, ქართული ერი, რომლის შემადგენლობაში შედის ხალხები, აფხაზები, იგივე აფსუები, სვანი, აჭარელი, იმერელი, კახელი, ყველა საქართველოს შემადგენლობაშია და ყველა ქართული ერის ნაწილია. აი ეს ერთობა რო დაიშალოს, ეს სიტყვა ქართველი, რომელიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს და ჩვენგან ერს ქმნის, დაიყვანონ ქართლამდე. და ეს ყველაფერი არის დუგინის შექმნილი, ეს საიტი არის დუგინის, ეს სტარაპრავოსლავიე არის დუგინის, ეს ფილოსოფია არის დუგინის შექმნილი. და ყველა, ვინც ამ ფილოსოფიაზე, ეს ფილოსოფია მერე ვინც საქართველოში შემოიტანა, დუგინის გამოგზავნილი შნირები არიან და დუგინის ხარჯზე არსებობენ. აი ახლა მთელი ეს სტატია, რომელიც მე არ წავიკითხე, იმაზეა საუბარი, რომ რუსეთმა გააქრო ქართული, ანუ გააქრო კოლხური საპატრიარქო და კოლხური საპატრიარქო დაუქვემდებარა ქართლის, არა საქართველოს, არამედ ქართლის საპატრიარქოს დაუქვემდებარა კოლხეთის საპატრიარქო და ეს მოხდა მაშინ, როდესაც, ანუ მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხდაო ესო ყველაფერი. ეს ტყუილი არანაირი კოლხური საპატრიარქო მანამდე არ არსებობდა. ყველაფერი, რაც კოლხეთს ეხება, ძალიან ძველია და კოლხეთის საპატრიარქო, როგორც ასეთი ცალკე, არ არსებობდა არასდროს. საპატრიარქოები გაჩნდნენ ქრისტიანობაში და ქრისტიანობაში კოლხეთი უკვე არ არსებობდა. შესაბამისად, არანაირი კოლხური საპატრიარქო არ იარსებებდა. კოლხური საპატრიარქო უკვე აქსიმორონია, იმიტომ რომ კოლხეთის რელიგია არ იყო ქრისტიანობა, კოლხეთის რელიგია იყო ძველ ქართული ქრისტიანობამდე არსებული რელიგიები, ან რელიგია და კოლხეთი არ არსებობდა ქრისტიანობაში, ქრისტიანობა არ არსებობდა მაშინ, როდესაც იყო კოლხეთი, შესაბამისად ვერანაირი კოლხური საპატრიარქო ვერ იარსებოდა. და აი ეს ინფორმაცია თითქოს რომ არსებობდა კოლხური საპატრიარქო, რომელიც რუსეთმა მოსპო და დაუქვემდებარა ქართლის საპატრიარქოს, ილია ჭავჭავაძემ გაანადგურა. ანუ ახლა სად არ ტყამენ კიდევ? ისევ სად არ ტყამს დუგინი. ილია არის ერისკაცი, ილია არის ადამიანი, რომელმაც რუსეთის იმპერიამ ქართველი ერი რო დაშალა და დააკუწმაცა, ილიამ შეძლო და ისევ გააერთიანა. მერე საბჭოთა კავშირმა რო დააკუწმაცა, ზვიადმა გააერთიანა. მერე რუსეთმა რო ოკუპირა, მიშა გააერთიანა, ყველა შემთხვევაში ცდილობდა რომ გააერთიანებინა ისე რომ აფხაზეთიც ყოფილიყო ამაში, მაგრამ ვერ მოასწრო, ჯერ კიდე მოასწრებს მომავალში. და აი ამ გამაერთიანებელს ურტყამენ, ილიას ურტყამენ და ილია მერე საერთოდ მოკლეს. ზვიადს ურტყამდნენ, ფაშისტს ეძახდნენ და ზვიადი მოკლეს. მიშას ურტყამენ დღემდე. მადლობა ღმერთს, მიშა ცოცხალია. ერის, ანუ
იმისთვის აკეთებენ ამას, რომ მეგრელობაში შეიქმნას ილიას მიმართ სიძულვილი. რომ მეგრელობაში შეიქმნას ერის ადამიანების მიმართ სიძულვილი. ცოტა ხანში ზვიადს დაუწყებენ ამას. ზვიადზე ესე პირდაპირ ვერ გადადიან, ახლა და ვერ უბედავენ, იმიტომ რომ ზვიადი თვითონ არის მეგრელი და ზვიადი კონსტანტინეს შვილია და კონსტანტინე ასეთ შმეგრელებს, როგორიც ბუკია, თვითონ აჩუხანებდა და თვითონ აქვესკნელებდა. ამიტომ ვერ ბედავენ ჯერ, მაგრამ საქოცეთი რო გაგრძელდეს, ზვიადს დაარქმევენ მეგრელობის გამნადგურებლად. მეგრელობის გამნადგურებლის სტატუსს მისცემენ. აი მეორე ნარატივის საფუძველიც ქართლის და საქართველოს ნარატივი დავინახეთ ზედა აბძესებში საიდან მოდის, აგერ დავინახეთ, რომ აი ილია ჭავჭავაძე გამნადგურებელი და მეგრელობის მომსპობი. Дальше бла-бла-бла-бла-бла-бла. თვითონ ეს ბონძღი სულუხია. ეს არის დუგინი მეგრული გვარით. დუგინს შვილი მოუკლეს. აი ასეთ ადამიანებს, რომლებიც აი ძალიან აზიან რუსულ ნარატივებს და საკუთარ ისტორიას ვნებენ, მერე თვითონ ის ადამიანები კლავენ, ვისთვისაც ესენი მუშაობდნენ, ასე ვთქვათ. აი აფხაზეთში იყო ვორონოვი, ესეთი რუსი, რომელიც ძალიან აყალბებდა ისტორიას, საქართველოს ისტორიას. აფხაზების ისევ ჭყალებში აფსუების სასარგებლოდ და ისევ აფსუებმა მოკლეს. ანუ ადეკვატურ აფსუებმა მოკლეს. იმ აფსუებმა, რომელსაც ეს არასწორი აფსუების და შმაფსუების აღზევება არ ჭირდებოდათ. იმათმა მოკლეს მერე ეს ვორონოვი, იმიტომ რომ არ ჭირდებოდათ ასეთი ისტორიის გამყალბებელი ტიპი. დუგინსაც მოკლავენ რუსები, შვილი უკვე მოუკლეს. სულუხია თუ სხულუხია და იგივე ბუკიები და იგივე დანარჩენებიც იგივე რეალური მეგრელების ხელით ჩაგვესკნელდებიან მომავალში, იმიტომ რომ სამეგრელოს არ ჭირდება ისტორიის გამყალბებლები და გაყალბებულ ისტორიაზე რაღაცის მაშენებელი ტიპები. რუმა მოგხედა. Каким образом древняя колхидская кафедра может быть связана с белокреницкой иерархией? ეს белокреницкая иерархия არის ის, რომელიც ძალიან უყვარს დუგინს. ანუ დუგინი არ არის, ასე ვთქვათ, ძალიან მყარებელი დღევანდელი რუსული საპატრიარქოსი, ასე მთლად ვითომ არ აღიარებს ამ საპატრიარქოს, იმიტომ რომ სტარავერია. და აი ამ თავის სტარავერობის რაღაცა იმებს ანალოგებს თხრის და ცდილობს, რომ გამოჩეკოს საქართველოში და აი გამოჩეკა ეს კოლხიდსკაია კათედრა. უკვე ვილაპარაკი იმაზე, რომ არანაირი კოლხიდსკაია კათედრა ქრისტიანობაში არ არსებობს, იმიტომ რომ სად კოლხიდა და სად კოლხეთი და სად ქრისტიანობა. Колхидская икона Божьей Матери. ისევ, როდესაც ბოჟია მატერი არსებობდა, თუ აქ იესოს დედას თუ გულისხმობს და მარიამს თუ გულისხმობს, კოლხიდსკაია იკონა, ანუ კოლხეთის მარიამის კოლხური ხატი, აი ძალიან აქსიომორონია. მერე მოდის ამ სხულუხიას ბიოგრაფია, როგორ გახდა სხულუხია სტარავერი, როგორ ის, როგორ ეს, ანუ ცოლმა გაასტარავერა.
ვიკიპედიაში როცა დავინახე რომ მისი ცოლი რუსია, ეგრევე იმაზე ვიფიქრე რომ ცოლით დაავერბოვკა კაგებემ სულუხია და ასეც აღმოჩნდა. ანუ ამ სტარავერობაში ცოლს შეუთრევია. თქვენ ასევე იკითხავთ რომ სტარავერობა რაში ჭირდება კაგებეს? კაგებეს ხო პრავოსლავნიკობა ჭირდება? არა, კაგებეს ნებისმიერი რაღაცა ჭირდება, რაც ქმნის ქაოსს, რაც ქმნის დაპირისპირებას. კაგებესთვის სულერთიეს პრავოსლავნიკობა იქნება, სტარავერობა იქნება, კათოლიციზმი, ისლამი თუ რამე ჯანდაბა, ნებისმიერ რაღაცას გამოიყენებს და ნებისმიერ რაღაცას გააღვივებს იმისთვის, რომ შექმნას ქაოსი და დააპირისპიროს საზოგადოება და დააპირისპიროს ერთმანეთში ერის სხვადასხვა ნაწილები. აქ რუმინეთში მოღვაწეობდა ეს სულუხია და ეს ყველაფერი არ გვაინტერესებს. ნახეთ. როდესაც მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ რომ შესაძლოა ფინანსები, როგორც ასეთი ფინანსები ირიცხებოდეს რომელიღაცა ევროპული ქვეყნიდან, რომელიღაცა ევროპული ფონდიდან. ჯერ ერთი და აქ რუმინეთზეა საუბარი და ახლა გერმანიაც გამოჩნდა. მე ბევრჯერ მილაპარაკია იმაზე, რომ გერმანიის თვითონ საელჩო აფინანსებს ძალიან ანტიქართულ რაღაცებს. გერმანიის საელჩო აფინანსებს ისეთ NGO-ებს და ისეთ ადამიანებს უბეჭდავს წიგნებს, რომლებიც ლაპარაკობენ, რომ საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყანად. და ნახეთ ახლა, აი ეს სულუხია რაღაცა მაღალი იერარქიის ეპისკოპოსად გერმანელებს უღიარებიათ. რომელიღაცა германულ გამომცემლობას გამოუცია მასზე წიგნი და იქ ჩაუწერია. Вот. В Тбилиси узнали об этом так. Одна немецкая фирма выпускает книгу, в которой перечислены все епископы признанных канонических церквей. И если в какой-то из них происходит поставление нового епископа, его имя вносят в эту книгу. Ану, რაღაცა წიგნია გერმანული, სადაც აღიარებენ ვინმეს, რომ ეს მართლა იერარქიული ეპისკოპოსი ან რაღაცა არა, ნუ სხვადასხვა ჩინები არსებობს, იქ არ ვიცი, მე ვერ ვერკვევი დეკანოზები და რაღაცები და ანუ აი ამ გერმანულმა გამოცემამ აღიარა ეს ჩვენი სულუხია ეპისკოპოსად შეიტანა აი ამ სიაში. ისევ გერმანია. იქაც გერმანია, რომელიც გვეუბნება, რომ აფხაზეთი უნდა ვაღიაროთ და ისევ გერმანია, რომელიც სულუხიასნაირ ბონძღ რუსებს აძლევს ლეგიტიმაციას. В 2006 году вот так грузинская патриархия узнала, что кто-то поставил епископа на кафедру. Ну, асе гаиго ქართულ საპატრიარქომ, რომ მეო გავეპისკოპოსდიო. После этого начались великие гонения, потому что получилось, что правительство Румынии поставило епископа без ведома грузинской новообрядческой церкви. Только спустя 10 лет, в 2012 году, меня перестали трогать и оставили в покое, а в 2017 году я получил регистрацию. В 2012 году его перестали трогать, эсихом 17 თუ 18 რომელიღაცა ოქტომბერი. ანუ იმის მერე, როდესაც ქოცებმა უკვე არჩევნები მოიგეს. ქოცებმა მოიგეს არჩევნები და ანტიფას დაანებეს თავი. ანუ საპატრიარქომ ანტიფას დაანება. მანამდე საპატრიარქო დევნიდა და როგორც კი ქოცებმა მოიგეს, საპატრიარქომ შეწყვიტა ანტიფას დევნა.
და 2017 წელს საერთოდ მიიღო საპატრიარქოში რეგისტრაცია. 2017 წელს მიიღო რეგისტრაცია. ნახეთ, ახლა გადავიდეთ ვიკიპედიაში რა წერია. ვიკიპედიაში არის ამ მისი რუსი ცოლი, ერშოვა, კაგებეშნიცა, ყველაფერი აქ ჩანს, და ნახეთ რა წერია. რო 13 ნოემბერს 2015 წლის საერთოდ 13 ოქტომბერს საანი წაართვეს извержен из священного сана. და 15 წლის ნოემბრიდან საერთოდ წავიდა ушел в затвор до времени улучшения отношений между Грузией и Россией. ანუ 15 წელს უთხრეს ცოტა ხანი დაისვენეო, უკეთესი დროები მოვაო და იმ უკეთეს დროს მე ისევ გამოგაჩენთო. და ეს უკეთესი დრო როდის მოვიდა? აგერ 2017-ში მოვიდა უკეთესი დრო და საპატრიარქომ დაარეგისტრირა. ანუ მანამდე 2012 წლის ოქტომბრამდე სანამ ქოცები მოიგებდნენ არჩევნებში, საპატრიარქომ მას დევნიდა. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა აიძულებდა ქართულ საპატრიარქოს, რომ ეს ბონძღი რუსი გაეგდო. როგორც კი მოვიდნენ ქოცები, ეს იძულებაც დასრულდა და შეწყვიტა ამ ბონძღის დევნა. კი შეწყვიტა, მაგრამ ჯერ კიდე არ დამდგარა მთლად ისეთი კარგი დრო, რომ ეღიარებინათ. ცოტა ხანი მოითმინეო, უთხრეს 15 წელს, ცოტა ხანი მოითმინა და 17 წელს აღიარეს. 17 წელს, რა თქმა უნდა, უკვე დათბა. უფრო დათბა რუსეთის და ქოცების ურთიერთობა. და ამ პერიოდში აღზევდნენ, ამის მერე იწყება მთელი ამ ბუკიას და გარშემო სასტავის აღზევება და დღეს უკვე გადასული არიან იქამდე, რომ ბუკიას სკოლებში პატიჟებენ. სკოლები იმდენად ძლიერი ქოცური ინსტრუმენტია, ხა არავის არ გვეპარება ეჭვი იმაში, რომ სკოლებს როგორ ძლიერი იყენებს საქოცეთი თავისი პროპაგანდისთვის, ასევე არჩევნების მოსაპარად და წასაგლეჯად და ასე შემდეგ და როდესაც შენ ვინმე გიწვევს სკოლაში, ეს უტყუარი ნიშანია იმის და ეს აუცილებლად იმას ნიშნავს, რომ ზემოდან უთხრეს ამ სკოლას, რომ ბუკია მოიწვიო. შესაბამისად, ბუკია აწყობს ქოცებს, იმიტომ რომ ქოცები ეწევიან რუსულ პოლიტიკას და ქოცები ეწევიან იმ რუსულ პოლიტიკას, რომ საქართველოს რეგიონებად დაშალონ. ამიტომ ქოცებს აწყობთ ბუკია, შესაბამისად, ამიტომ არსებობს ბუკია. ქოცების პოლიტიკას რო არ აწყობდეს ბუკიასნაირი დუგინის გამოგზავნილი ადამიანები, ბუკია არ იარსებებდა. აქ მერე სტარავერი როგორ გახდიო და ჩემმა ცოლმა გამხადაო. Кто бы сомневался. Однажды у вас с владыкой патриархом Ильей был состоятель. Надо сказать, я очень поддерживал команду Чахавы материально. Церковь в Поте построили практически полностью на мои деньги. Да вин ми самас деньги. რაღაცა აქ არ ეთყობა, რომ თვითონ პირადად იყოს რამე ძალიან ბაგატი ჩილავეკი. ვინ მისცა ამას ძენგი, რომ ფოთში ეშენებინა. რა თქმა უნდა, დუგინმა.
Мы хотели, чтобы все узнали то, что знаем мы о подлинной церковной истории Грузии. Подлинная церковная история Грузии, თურმე ის არის, რომ კოლხეთის საპატრიარქო არსებობდა, რომელიც გააუქმეს და დაუქვემდებარეს. ნახეთ, რუსეთმა რაც დამართა თვითონ ქართულ საპატრიარქოს 1801 წელს, რუსეთმა გააუქმა საქართველოს საპატრიარქო და დაუქვემდებარა რუსეთს და თვითონ რაც გააკეთა რუსეთმა, იმას აბრალებს საქართველოს, რომ ვითომ კოლხური გააუქმაო და კოლხური ქართლურს დაუქვემდებარაო. აბსოლუტური სიმახინჯეა ყველა ნაბიჯში და ყველა სიტყვაში და ყველა ნარატივში. თვითონ რასაც აკეთებენ, იმას აქით გაბრალებენ და საპირისპიროს, თეთრზე გეუბნებიან შავი ხარო, შავზე გეუბნებიან თეთრი ხარო. Я думаю, чтобы укрепилась Россия, она должна укрепиться благодатью. Амбობს სულუხია. Рато ჭირდება სულუხიას укрепление России? Рато ჭირდება სულუხიას მტრის გაძლიერება იმ მტრის, რომელიც მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში საქართველოს სპობს. ალბათ იმიტომ, რომ სულუხიას აწყობს, რომ საქართველო მოისპოს და მოსპობილ საქართველოს ნიადაგზე სულუხიას გონია, რომ შექმნის სამეგრელოს და ექნება თავისი ცალკე საკუთარი ქვეყანა სამეგრელო. ისეთივე, როგორც ახლა ვითომ აქვთ აფხაზებს საკუთარი ქვეყანა აფხაზეთი. დაშლილი, დანაკუწებული საქართველოს ხარჯზე. Когда русский народ узнает, что мы сплотились и скрепились, то восстановятся и экономические связи. Экономические связи უკვე восстановили Санципом. Чтобы восстановить колхидскую архиерейскую кафедру, мои соотечественники все сделают. Колхეთის საპატრიარქო უნდა აღადგინოს. არის კიდე მეორე საიტი ამ სტარავერების, სადაც ამ ანტიპას ძალიან დასცინიან. ამასაც დასცინოდნენ, ნახეთ, 2013 წელს. იმ დროს, როდესაც ანტიპას უთხრეს წადი ცოტა დაისვენეო, ქონდათ მიცემული კამანდა, რომ დასცინეთო, რომ დასასვენებლად იზოლებული იყოს, რომ წავიდესო. დასცინეს, ის წავიდა დასასვენებლად, მაგრამ მერე ისევ გამოვიდა. ამ სტატიებს მივაბამ ყველას და მერე წაიკითხეთ და კიდევ ერთხელ საკუთარი დასკვნები გამოიტანეთ. არანაირი ორი აზრი და არანაირი ეჭვი არ არსებობს იმაში, რომ ეს ყველაფერი დუგინისეულია. არანაირი ორი აზრი არ არსებობს იმაში, რომ ეს ყველაფერი იმისთვის არის საჭირო, რომ ქართული, ქართველი ერი დაშალონ. და ის, რომ ბუკია არსებობს აი ამ სულიერი მამის მხარდაჭერით, ასევე
ყველაფერს პასუხობს კითხვებზე, რა ვინ არიან ესენი, რაში ჭირდება ბიძინას, ბუკიასნაირები, FSB-ს და KGB-ს რაში ჭირდება ბუკიასნაირები, რატომ აღზევდნენ ესენი ამ ქოციანობაში და რა მოგველის ჩვენ თუ ქოციანობა გაგრძელდა ყველაზე მთავარი პასუხი. ესენი არ არიან საშიშები, ისეთ საქართველოში, როდესაც საქართველო ნამდვილი საქართველოა, ესენი არ არიან საშიშები, იმიტომ რომ არანაირი ძალა არ აქვთ და რუსეთმა მათში რამდენიც არ უნდა ფული ჩაასხას, ისინი თავის მიზნებს ვერ აღწევენ. მაგრამ თუ სახელმწიფო პოლიტიკა არის საქართველოში ისეთი, რომელიც ამას ხელს უწყობს, მაშინ უკვე საშიშები არიან. და თუ ასეთი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც დღეს არსებობს, ანუ საქოცეთი კიდე გაგრძელდა, ჩვენ რამოდენიმე წელიწადში მივიღებთ დამოუკიდებელ სამეგრელოსთვის მებრძოლ რაზმებს. ანუ აი ამ ეპარქიამ თუ რაღაცა ჯანდაბა რაც არის, ეს ანტიპას ხულუხია, რასაც მოძღვრავს, ხო შექმნა ამ თავისი მოძღვრებისგან ისეთი ადამიანი, როგორიც არის ბუკია და მის გარშემო არსებულები. ასევე შეუძლია დროთა განმავლობაში, თუ მიეცემა დრო და საშუალება და ქოცები დროს და საშუალებას რა თქმა უნდა მისცემენ, შექმნის რაზმებს. ამ რაზმებისთვის, ანუ ეს რაზმები სად უნდა ჩადგნენ, უკვე ჯგუშიას მოხაზული აქვს ტოპონიმებით საზღვრები, სამეგრელოს საზღვრები. ოღონდ ჯგუშია მე სამეგრელოს საზღვრები აქ მოხაზა. იქით ამ მხრიდან არ მოუხაზია, იქ პიცუნდაში უნდა ჩავიდეს ახლა. იქ სადა აქ მაგის თავი ახლა რუსეთს ხო არ გააღიზიანებს, რომ იქ ჩავიდეს და აფხაზეთის იმ მხრიდან მოხაზოს სამეგრელოს რეალური საზღვრები. აქით ქოცები აძლევენ საშუალებას. აქით რომ ამას აკეთებენ, ქოცები არ ღიზიანდებიან, ამით რუსეთი არ ღიზიანდება, პირიქით რუსეთს ეს უხარია, იქით არ უნდა წახვიდე. შესაბამისად, არც მეგრული ლიტერატურა, არც მეგრული ქრისტიანული, ანუ მეგრული ლიტერატურა ხო აღმოაცენეს, მერე ხო აღმოაცენეს მეგრული რაღაცა ცალკე ქრისტიანობა, რომელიც საერთო ქართულ ქრისტიანობამ დაჩაგრა. ენასაც ხო ჩაგრავენ, ხო იჩაგრება. და ასევე ნელ-ნელა გამოუძებნიან იმ ადამიანებს, რომლებიც მზად იქნებიან, რომ სამეგრელოს დაჩაგრული ტერიტორიები დაიცვან, როგორც იცავენ დაჩაგრულ ენას. ამის ყველაფრის უკან ყველაფრის კითხვების გარეშე დგას რუსეთი. და თუ ჩვენ არ მოვიშორეთ ქოცები, რუსეთი დაშლის საქართველოს რეგიონებად. და ვიღაც მეგრელ ფიოდალებს ეს შეიძლება გაუხარდეს კიდევაც, იმიტომ რომ აფხაზეთში, ვინც რუსეთის მხარეს იბრძოდა, აფსუები იყვნენ მხოლოდ 20%. 80% იყვნენ მეგრელები და ქართველები. უბრალოდ ფეოდალურ პონტში აწყობდათ ეს ომი, იმიტომ რომ მერე ოკუპაციაში თავისი ფეოდალური წყობით ამაში იპოვეს გამდიდრება და იპოვეს საკუთარი სტატუსი და საკუთარი პირადი სტატუსის ამაღლება, რაღაცა დეპუტატები გახდნენ, პოლიტიკოსები გახდნენ. ყველაზე პირწავარდნილი აფხაზი დეპუტატი გარი კოკაია. ყველაზე სუპერ აფხაზ პატრიოტი კოკაია. რატო? რა თუნდა კოკაიას ცალკე აფხაზეთი? იმიტომ რომ ამ ცალკე აფხაზეთში რაღაცას წარმოადგენს. იმიტომ რომ მთლიან საქართველოში მან თავისი ადგილი ვერ იპოვა, ლუზერია.
არც განათლება არ ყოფნის, არც ნიჭი არ ყოფნის, არაფერი არ ყოფნის იმისთვის, რომ მთლიან საქართველოში დაიმკვიდროს თავისი თავი და ამიტომ მოგლეჯილ საქართველოში ეს გამოუვიდა. იგივეა ბუკია. მთლიან საქართველოში ვერ იმკვიდრებს თავის თავს. ერში ვერ პოულობს თავის თავს. განათლება არ ყოფნის, ნიჭი არ ყოფნის, ბონძღია ზოგადად, ძალიან ბონძღია. და ამ ბონძღობა რუსეთმა რო შეუქო და რუსეთმა რო დაუფინანსა და მხოლოდ რუსეთის პირობებში რო იგრძნო საკუთარი თავის აღიარება, იმიტომ მოკიდა ამ საქმეს ხელი. ამაში საკუთარ თავს და საკუთარ ეგოს კომფორტში ამყოფებს. რატომ ჭირდება მეგრულ ენას ასეთი განსაკუთრებული ხელოვნური დაცვა, იგივე აფხაზურ ენას? და რა საერთოდ რატომ მოხდა ისე, რომ მეგრულს არ აქვს ლიტერატურა, აფხაზურს არ აქვს ლიტერატურა, სვანურს არ აქვს ლიტერატურა? ამაზე ვილაპარაკებ ცალკე ენათმეცნიერთან, ლინგვისტთან. აი მაგალითად მე მინდოდა ამას კიდე ცალკე ვილაპარაკებ მერე რომელიმე ფილოლოგთან ან ლიტერატურის სპეციალისტთან. არსებობს ასეთი ნართული ეპოსი, რომელიც ხალხური თქმულებებია, აფსუების და ალანების ხალხური თქმულებაა. და ეს ხალხური თქმულება მხოლოდ ზეპირსიტყვიერობაში არსებობდა, აქამდე ზეპირსიტყვიერმა მოიტანა და ძალიან ვიწრო რაღაცა ტომისთვის იყო და ვიწრო წომში არსებობდა, სანამ რუსებმა არ დაწერეს და რუსებმა რო დაწერეს, მერე უფრო ცოტა გავრცელდა და დღეს მაგალითად ყველა შეგიძლიათ რუსულ ენაზე ნართული ეპოსი წაიკითხოთ. და ამ ნართულ ეპოსი ხო არ არის ლიტერატურა. და როგორ ჩანს განსხვავება ნართულ ეპოსს მაგალითად, რომელიც რა უხსოვარი დროინდელია და ლიტერატურა უკვე, ანუ ყველაზე პირველი ლიტერატურა რა შეიძლება რომ ჩავთვალოთ. ყველაზე პირველი და ყველაზე ძველი ლიტერატურის ნიმუში, აღიარებული მსოფლიო ლიტერატურის ნიმუში არის ვეფხისტყაოსანი. და რა შეადარო ახლა ხო, სადვე ნართული ეპოსი და სადვე ვეფხისტყაოსანი და როგორ შეეძლოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ნართულ ეპოსში არსებობდნენ, ან ნართულ ეპოსი მათი რაღაცა კულტურის და მენტალობის გამსაცვლელი იყო, ვეფხისტყაოსანი დაბადებულიყო. ვერანაირად ვერ დაიბადებოდა. ნართული ეპოსი პრექრისტიანული ეპოქაა, ვეფხისტყაოსანი ქრისტიანული ეპოქაა. ლიტერატურა ქრისტიანულ ეპოქაში გაჩნდა და ქართულ ენაში. ქრისტიანული ეპოქის მოტანილია ის, რომ ძველ ქართულები, მეგრული, სვანური, ლაზური, რაღაც აფსუურის რაღაცა ნაწილი, რომ ქართულში გადმოიზარდა, ეს მოიტანა დრომ, ეს მოიტანა ქრისტიანობამ, ეს მოიტანა ერად ჩამოყალიბების პროცესმა. და იმას, ვისაც ახლა უნდა, რომ ის ძველი ენები მოიყვანოს დღევანდელობის მდგომარეობამდე, უნდა რომ დრო დაატრიალოს უკან. დრო რო დაატრიალო უკან, უნდა გადავარდე პრექრისტიანულ ეპოქაში. პრექრისტიანულ ეპოქაში საქართველოს ვერ გადააგდებ დღეს, ამიტომ შმეგრელებს და დუგინის მიმდევრებს მოუწიათ ახალი რელიგიის მოფიქრება, რაღაცა სტაროვერობაო და მაგ სტაროვერობაში მეგრელებს ჩვენო საკუთარი ქრისტიანული გვქონდაო, მაგას კოლხიდური ერქვაო. აი ამის გამოცხობა და ამის მოგონება
იმისთვის გახდა საჭირო, რომ წარმართობაში ვერ დააბრუნებ დღეს ენას. მეგრული ენა, მეგრული წარმართული ქართულის ეპოქის ენაა. სვანური წარმართული ქართულის ეპოქის ენაა. ლაზური წარმართული ქართულის ეპოქის ენაა. ქრისტიანულ ქართულ ერაში მთლიანად ერის ენა ქართულია. და იმ პატარ-პატარა ენებიდან ერთი საერთო ენა შეიქმნა და საერთო რელიგია შეიქმნა. ეს ყველაფერი მოიტანა ეპოქების ცვლილებამ. ამიტომ არა აქვს მეგრულს ლიტერატურა, იმიტომ რომ ლიტერატურა ქრისტიანობის პროდუქტია. ლიტერატურა ქართული ენის პროდუქტია. კი, მერე ვიღაცებმა ხელოვნურად შექმნეს რუსეთის დავალებით მე-19 საუკუნის ბოლოში და მე-20 საუკუნის დასაწყისში, მაგრამ ეს მაინც ხელოვნურია და ანტიცივილიზაციურია. ცივილიზაციის პროდუქტია ქრისტიანობა, ცივილიზაციის პროდუქტია ქართველობა, ცივილიზაციის პროდუქტია ერობა, ცივილიზაციის პროდუქტია სახელმწიფოობრიობა და ის, რაც ამას შლის, ანტიცივილიზაციურია, რუსულია, მხეცურია. რა თქმა უნდა, ანტიცივილიზაცია ვერ აჯობებს ცივილიზაციას. ანტიმატერია ვერ აჯობებს მატერიას. ყოველ შემთხვევაში დედამიწაზე. სხვა სამყაროებში არ ვიცი, მაგრამ დედამიწაზე ვერ. აი ამ სიშორეს მიდის მსჯელობა ამ საკითხზე. აი ამ სიშორეს მიდის მსჯელობა იმაზე, თუ რატომ არ აქვს მეგრულს ლიტერატურა. იმიტომ რომ პრეისტორიული ეპოქის დროს, პრეისტორიულ ეპოქაში ლიტერატურა არ არსებობდა. ლიტერატურა გაჩნდა მაშინ, როდესაც მეგრული გადაიზარდა ქართულში. მომავალ შეხვედრ რამდენი საქართველო იქნება დეოკუპირებული საქართველო იქნება ერთიანი, რუსეთი საქართველოს ვერ აჯობებს, რამდენიც არ უნდა ბუკიები გამოჩეკოს და რამდენიც არ უნდა სულუხიები შექმნას, რუსეთი საქართველოს ვერ აჯობებს, იმიტომ რომ რუსობა როგორც ასეთი არის ბარბაროსობა, ქართველობა არის ცივილიზაციურობა და ცივილიზაციურობას ბარბაროსობა რაღაც მომენტში, რა თქმა უნდა, ბარბაროსობა ცივილიზაციურობას უშავებს, აწუხებს, დისკომფორტს უქმნის, დროს უწყელავს, განვითარების საშუალებას არ აძლევს, ბოჭავს, შებოჭილ მდგომარეობაში ამყოფებს რაღაცა დროის განმავლობაში, მაგრამ ყოველთვის ცივილიზაცია იმარჯვებს. მომავალ შეხვედრამდე.